მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნინა და ახლა ვიდეოს ვიწერთ ჩემი fake მიკროფონით, რომელიც შემდგომში DJI მიკროფონად გარდაიქმნება. არ ვიცი, ეს არის ჩემი პირველი YouTube ვიდეო და ცოტა რაღაც დილემა მქონდა ჩემ თავთან, რომ დამეწყო თუ არა YouTube არხი, მაგრამ ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან ინტროვერტი ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ აი ესეთი რაღაცები დამეხმარება, რომ ჩემი ჩაკეტილობიდან გამოვიდე. კარგით, ახლა პირველ რიგში გეტყვით, რატომ უნდა გამომიწეროთ. იმიტომ უნდა გამომიწეროთ, რომ მე ვიქნები თქვენი ყველა დროის კომფორტ ზონის ადამიანი. არ ვიცი ხა ამას რამდენად სწორად ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო კონტენტ შემოგთავაზებთ. ანუ რაღაც ესე ერთი ტიპის კონტენტი არ მექნება, იმიტომ რომ როგორი აჯაბსანდალი ადამიანიც ვარ, ზუსტად იგივე აჯაბსანდლურ კონტენტ შემოგთავაზებთ. ეხლა ძალიან რო არ გამეწელოს საუბარი. მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მთელი ვიდეო უნდა გესაუბროთ. ეხლა შეიძლება გავჭედო, აი რამდენი ხანია ვლაპარაკობ და თურმე ვიდეო არ მქონდა ჩართული. მერთო! ძალიან მაგარია, რომ ამდენი ხანი ვილაყბე და არაფერი არ ჩაწერილა. კარგი, არ უშავს, თავიდან მოგიყვებით. დღეს მქონდა ბიოლოგიის გამოცდა და დამოგვიანდა 12 წუთით და საპატიო გვაქვს 10 წუთი, რომ 10 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ დაიკვიან. მაგრამ მე +2 წუთი გადავაცილეთ და აღარ შემიშვეს. ეს რეალურად ჩემი ბრალი არ ყოფილა, იმიტომ რომ ზოგადად გზაში მჭირდება ხოლმე საათი, მაქსიმუმ 1:15 წუთი და გამოცდების დროს გავდივარ ხოლმე 1:30-ით 2 საათით ადრე. და დღეს გავედი 1:30-ით ადრე, იმიტომ რომ პირველის ნახევარზე მქონდა გამოცდა, თუ 2:30-ზე მაპატიეთ. და ანუ ისეთი დრო არის, რომ საცობი დიდად არ იქნება თქო. ნუ არც იყო საცობი, მაგრამ ტრანსპორტს ველოდე ძალიან დიდხანს დიდუბეში, მზეში და რა ვიცი უბედურებაში. ანუ ხალხო არ მოვიდა ტრანსპორტი 2 წუთი რო აწერია და აი რო ელოდები რომ მოვა და მე 0:1 წუთი რო ციმციმებს 5 საათი, აი მაგ სიტუაციაში ვიყავი. თან ტაქსისაც ვერ ვიძახებდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო ეწერა და +5 წუთის გზაზე წერდა 15 ლარს და მეთქი. იქნება მოვიდეს ტრანსპორტი და ვიმგზავრო 20 რად, იმიტომ რომ სტუდენტი ვარ უკაცრავად. მაგრამ არა და არ მოვიდა. ხო და ესე იმედგაცრუებული გამომაბუნძულეს იქიდან, მაგრამ საბედნიეროდ FX-ის ქულა მაქვს და შემიძლია რომ გადაბარებაზე გავიდე, მაგრამ არ მინდოდა გადაბარებაზე, იმიტომ რომ ბოლო გამოცდა იყო და მეთქი პარემ მორჩები და ვისვენებ საბოლოოდ თქო. ნუ ცოტა ხასიათი შემეცვალა იმ მომენტში. მაგრამ ეხლა ვცდილობ რომ გამოვიკეთო ხასიათი. კარგით, ეხლა მინდა რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გესაუბროთ. როგორ არ გვივარგა საქართველოში მეუმსახურება, ანუ აი არაფერში საერთოდ. ჯერ იქ რომ მუშაობ შენ, ხო საშინელი პირობებია, ზოგადად სადაც არ უნდა მუშაობდე, მაგრამ მომხმარებელი რო ხარ, ან სადღაცას რომ მიდიხარ, აი ყველგან საშინელება ხდება. მოკლედ ცოტა ხნის წინ აუცერი ჩემი ფისო ორეო, რომელსაც ვიდეოებში ძალიან ხშირად იხილავთ, იმიტომ რომ ჩემი მეორე პარტნიორი იქნება. უწევდა ცოფის აცრა და გადავწყვიტე, რომ ცოფის აცრასთან ერთად თან გამეკეთებინა კომპლექსური აცრაც, იმიტომ რომ წინაზე კნუტი რო იყო მარტო ცოფზე აუცერი და აღმოჩნდა ძალიან პრობლემული ხალხო, რაც კი შეიძლება რომ დაემართოს კატას ყველაფერი ჭირდა, ანუ ხან ტუჩი გაებერა, ხან თვალი ჩაუხსვილა, ну 1000 რაღაცა და გადავწყვიტე, რომ კომპლექსურიც გამეკეთებინა. ანუ ზოგადად არის ისეთი კომპლექსურებით, სადაც შედის ცოფი, მაგრამ ამ ვეტკლინიკაში არ ქონდათ ეგეთი და მეთქი კარგი არა უშავს თქო. რადგან ყველაფერზე ამ კლინიკაში დამყავს, მეთქი კარგი ამასაც აქ გავუკეთებ თქო, იმიტომ რომ ნუ ვენდობი სტაფს და ასე შემდეგ, მაგრამ გადამხდა ძალიან ცუდი რაღაცა. ეს კომპლექსური და ცოფი ერთად რო გავუკეთე, კატას მისცა რეაქცია. კი გამაფრთხილეს, რომ 1-2 დღე შეიძლება რაღაცა ისე იყოს მოთენთილი უხასიათოდ რაღაცა. ოკეი, მაგრამ ეგრე არ იყო. ანუ რაღაც მოწყენილი იყო ცოტა და ეგ ხასიათზე მეთქი კარგი არა უშავს ოკეია თქო. პლუს დაეწყო ძალიან უხასიათობა და აი ხელში რო ამყავდა ბოლო ხმაზე კნაოდა. ანუ აი მეგონა რომ ხელში რო ავიყვანე ძალიან ვატკინე და ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი, რომ ჩემი ფისოს ეგეთ მდგომარეობაში ვხედავდი. თან დაიწყო იცი როგორი რაღაცა, აი უკანა ფეხებს ითრევდა, ანუ კატა ვერ დადიოდა წესიურად. ოღონდ ეგ ხდება მეორე დღეს, ანუ აცრის დღეს ძალიან ჩვეულებრივი იყო, ჭამდა, სვავდა ყველაფერი, მაგრამ მეორე დღეს წყლის დალევა ვაფშე შეწყვიტა, ანუ აი ერთი წვეთიც კი არ დაულევია წყალი საერთოდ და აი ძალიან შემაშინა მაგან. მეორე დღე ვაცადე და მესამე დღეს რო დავინახე, რომ უკეთესობისკენ არ არის არაფერი,
ვრეკავა კლინიკაში და ვეუბნები ესე და ესე თქვენთან გავუკეთე აცრა, ეს რაღაც არის და ანუ ვინც აიღო ტელეფონი ოპერატორმა, ასუხობს ძალიან ცივად და ცუდად. ანუ მე დაპანიკებული ვურეკავ, შეშინებული, ვუხსნი მდგომარეობას და ანუ ის ძალიან ცუდად პასუხობს. ჯერ ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი ტონით და მელაპარაკები, ანუ რაღაცა ისე, ანუ არაი საიშინოდ მიპასუხა და მე ვუთხარ რომ მეთქი სხვა რომ დამალაპარაკოთ თქო რა. ხო და მე საყვარელი გოგო მესაუბრა ძალიან და იქნებ მოიყვანოთო. მივიყვანე, ნუ ისედაც ვაპირებდი მიყვანას, უბრალოდ მაინც დავრეკე. თან კვირა დღე იყო და ზუსტად არ ვიცი მუშაობდნენ თუ არა, მაგრამ ხო მუშაობდნენ. აბა ისერანაირად მიპასუხებდნენ. ხო და იქ რომ მივიყვანე, ერთ-ერთი ვეტი მეუბნება, რომ ცოფი და კომპლექსური ერთად არ უნდა გაგიკეთებინაო. მეთქი უკაცრავად, აბა შემომხედე, თუ გავარ ვეტერინარს, გეთქვათ. ანუ გამოვშტერი და ვუყურებ ამ გოგოს, რომ მეთქი უკაცრავად თქვენთან გავუკეთე, ანუ ამ კლინიკაში გავუკეთე. და რა ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა თქო, ანუ თქვენ მაინც გეთქვათ მეთქი, ანუ ვიღაცას რო ეთქვა მეთქი, დაძალებაზე კი არ ვიყავი, არ იქა. დღეს გავუკეთეთ ორივე თქო, ანუ მოვიყვანდი 1 და 2 კვირის მერე რა პრობლემაა. ხო და ესე თითქოს რაღაცნაირად ჩემზე უნდა და ხელები შემოწმენდა, მაგრამ და სანამ ეგ ამბავი მოხდებოდა, დავრეკე სხვა კლინიკაშიც, სხვა ვეტ კლინიკაშიც, საკმაოდ ცნობილ და კარგ კლინიკაში და იქ ვუხსნი მდგომარეობას, რომ თქვენთან რომ მოვიყვანო, რა და რა დამჭირდება, იმიტომ რომ ძვირიანი კლინიკაა და ეხლა მაპატიეთ, მაგრამ არ მაქვს მაგდენი ფინანსები, რომ ესე მოუმზადებლად წავიდე და რამდენიც იქნება, პარეც დავეტებ, გადავიხდი. ხო და ანუ იქაც ძალიან ცივად მელაპარაკა რა, ანუ აი რა გჭირთ ხალხო, რამ დაგბოხმათ, ანუ რამ გაგაბოროტათ ეს ახალგაზრდა თაობა, რა გჭირთ. ანუ მესმის ვიცი, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ეგ ფაქტი მეც მაწუხებს. მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ესე ავუშავდე და ძალიან ცუდად ველაპარაკო. თან რა ვიხარ, ანუ აი რასაც გასცემ, იმას ხო იღებ რა, აი მე რო ეხა სულ ნეგატივი გავცე, ნეგატიური ენერგია, სულ ნეგატიურს მივიღებ. აი რატო? არ მისმის. ანუ ჩემი გამჭირვებია, ჩემი პრობლემით გირეკაო რაღაცა, რომ შენი დახმარება მჭირდება. ეხა ის მეგობარს ხო არ ურეკაო, რომ არ იქა კატავყოს ცუდად, მიშველე რაღაცა. ან მეგობარს თუ დაურეკო, იმანაც რატო უნდა მიპასუხოს ცუდად, მაგრამ იმას შეუძლია რომ დამეხმაროს ვეტს და ამას არ შეუძლია რომ დამეხმაროს, იმიტომ რომ არ არის ვეტერინარი. ხო და ესე მე მივიყვანე იქ ვარკეთილში დამყავს სხვათა შორის. და რომ მივიყვანე, გავუკეთეს ჯერ ვაფშე ნემსით მოდის. უკაცრავად რა ნემს უკეთებთ, ანუ ხო შეიძლება გამაფრთხილო რა ნემს უკეთებ, რომ ვიცოდე რა სჭირს კატას, ანუ რა მდგომარეობა აქვს ეგრევე ნემსით რომ მორბიხარ. და ჯერ სიცხეს გავუზომავთო, გაუზომეს და მაღალი ქონდა სიცხე და მერე გავუკეთეს სიცხის დამწევი და გამაყუჩებელი. ხო და მაგის მერე, ნუ იმ დღესვე დაეტყო შედეგი. მაპატია ჩამოქართულის მასწავლებელო. იმ დღესვე ქონდა შედეგი და მეორე დღეს საერთოდ რა გამოკეთდა. და მე იმის თქვა მინდა, რომ ჯერ რომ მივედი, ხო შეიძლება სიტუაცია ამიხსნა, მდგომარეობა ამიხსნა, გამარკვიო რა ხდება, ანუ ნერვიულობ რაღაცა. ანუ ჩემი ნერვიულობა რო დაივიწყო საერთოდ, ხო უნდა მითხრა მაინც რას უკეთებ, რა ინექციას უკეთებ, რომ გათვითცნობიერებული ვიყო. არა, ყველა სპეხებზე კიდი ხარ ჩემო დაიგო. მოკლედ, აი ესე, ნუ ნებისმიერი რაღაცაც რო აიღო რა, აი სადმე რო შედიხარ. ყველა მზე არ მაქვს საუბარი. მაგრამ უმეტესობაში ეგრე ხდება, რომ სადმე რო შედიხარ, ძალიან წერვა სახეებით მოგჩერებიან. ანუ რატო მიფუჭებ დღეს? ხო, იმე ხო არაფერი არ დამიშავებია შენთვის. ანუ ეგ იმაზეც არის დამოკიდებული, რომ ძალიან ბევრი ნეგატიური მომხმარებელი ხდებათ და რაღაცა და ნუ მათაც მოქმედებს და თვითონაც დაიხარნენ მესმის. მაგრამ მე რა გავაკეთო? მე რა შევწოდე? ხო და ამ ვიდეოთი კიდე იმის თქვა მინდა, რომ თუ თქვენც გყავთ ცხოველები და ვეტთან მიგყავთ,
არ გაძლევენ სრულ ფასოვან პასუხს, ის რაც თქვენ დაგაკმაყოფილებს და მე ChatGPT-ს რო ავწეროთ, რომ აი ესე მითხრა და ეხლა რა გავაკეთო და აი ესე უნდა იყოს, ანუ მე მაგაში ფულს ვიხდი და უნდა მივიღო შესაბამისი მომსახურებაც, ხო? მე ანუ ეხლა ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ უფასოდ რომ მაძლევდე, ანუ მაინც არ უნდა მომიგდო ეგეთი პასუხი და მაინც არ უნდა მომექცე ეგრე, მაგრამ მით უმეტეს რომ ფულს გიხდი და მე ანუ ეს რა არის? ხო რა, ძალიან საშინელი მომსახურება გვაქვს და მე კიდე აი ძალიან გული მწყდება, რომ ეხლა სტუდენტი ვარ და შემოსავალი მინდა რომ მქონდეს და რაღაც აი დროებითი სამსახურები რო არის და რაღაცა. ჩვენ ქვეყანაში აი არაფერი არ არის. ანუ საერთოდ არ არის ხელშეწყობა. ჯერ ხალხის მიმართ ხო საერთოდ არ არის ხელშეწყობა და არც სტუდენტების მიმართ არ არის ხელშეწყობა. ეხლა კანის ექიმთან რომ მინდა რომ წავიდე, ვიზიტი ღირს 120 ლარი და ეს თანხა ხო ჩემ მშობლებს უნდა მოვთხოვო და ანუ ეს არ არის სახელმწიფო, რომ ჯერ არაფერი არ გვივარგა, მე საერთოდ ხელშეწყობა არ არის, აი მართლა კოშმარი ხდება რა. ეხლა ეს სტუდენტური დაზღვევა რო აქვს საქართველოს ბანკს EUX-ის კლინიკებში. მაგის გამოყენებას ვაპირებ, თუმცა არ ვიცი, მე ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ზოგადად EUX-თან და მათ კანის ექიმთან მისვლა ცოტა ძალიან არ მინდა. იმიტომ რომ ისედაც საშინაო მდგომარეობაში მაქვს და არ მინდა რომ უფრო საშინაო მდგომარეობაში ჩამიგდონ კანი. ეხლა მინდა რომ დაგემშვიდობოთ ჩემი სასოწარკვეთილი თმით, რომელიც ძალიან სწორად არის მეგობრებო შეჭრილი. შემიძლია 360 გრადუსით გაჩვენოთ, იმედია გული არ გაგისკდებათ. ეს ჩემი მირეული ოთახია, არ შეიმჩნიოთ, იმიტომ რომ ფინალურები ეხლა დამთავრდა და მივალაგებ აუცილებლად. იმედია მაგაზე არ წარმეთყვით. დედა ჩემი ხო არ ხართ. ეხლა საერთოდ არ ვიცი კარგად გაჩვენებთ თუ არა. მაგრამ რა უშვის. ეს უკან ძალიან მიყვარს ჩემო დაქალებმა მაჩუქეს. ეხლა მინდა რომ გამომიწეროთ, დამალაიქოთ, რა გამოვასწოროთ, დამიწეროთ, მაპატიეთ თუ ხმა კარგად არ გესმით, მართლა მაპატიეთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ჯერ არ მაქვს მაგის შესაძლებლობა, რომ მიკროფონი შევიძინო. მაგრამ აუცილებლად შევიძენ და ვეცდები რომ ახლო მომავალში ბევრად უკეთესი ხარისხით ჩამოგთავაზოთ ვიდეოები. Editing-საც უფრო დავამუღამებ. ეხლა უბრალოდ რაღაცებს ამოვჭრით და პირდაპირ შევაგდებ. მადლობა რომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე. იმედია ჩემალაპარაკმა არ გაგაღიზიანათ. თუ რაღაც არ მოგწონთ, არ მოგერიდოთ მეგობრებო, პირდაპირ შეგიძლიათ კომენტარებში თხრიშოთ, თავარი არ გამლანძღოთ. ძალიან გთხოვთ, არ გამლანძღოთ, იმიტომ რომ ამ ვიდეოს რო ვდებ, ისედაც ანუ ჩემ თავს ვაწალებ.